რამდენი ფული შეგიძლია გამოიმუშაო ფრილანსინგში, აი მაგასთან დაკავშირებით მინდა რომ ამ ვიდეოში ვილაპარაკო, რადგან უამრავი ადამიანი მეკითხება ხოლმე, განსაკუთრებით ის სტუდენტები, რომლებიც ჩემთან იწყებენ ჩემი ფრილანსინგის პროგრამის შესწავლას და მეც, რა თქმა უნდა, ვცემ ხოლმე პასუხებს, ვცემ ხან იმას, ხან ამას, ხან ისე, ხან ასე, მაგრამ საბოლოოდ ერთი თემაა ხოლმე და ამ თემასთან დაკავშირებით და ერთი პასუხია ხოლმე უფრო სწორად და ამ პასუხთან დაკავშირებით მინდა რომ ეს ვიდეო ჩავწერო რა. რამდენი თანხის გაუმუშავებაა შესაძლებელი ფრილანსში. მეგობრებო, აქ არის ძალიან მარტივად საქმე რა. პირველი, გააჩნია რამდენი არის შენთვის კარგი, ანუ რამდენის გაუმუშავება გინდა, რამდენია შენი მიზანი. მეორეა, რამდენი ხანი აპირებ ფრილანსში ყოფნას, ან რამდენი ხანია ხარ. მესამეა უკვე რა პროფესია გაგაჩნია და რა მიმართულებით ცდილობ რომ ფრილანსერი გახდე. ახლა რომ დავიწყოთ თავიდან რა. შეიძლება დამწყებობის ამბავში, ანუ როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამ, შენი შემოსავალი არ იყოს ძალიან მაღალი. შეიძლება გქონდეს თვეში $100, შეიძლება 500, შეიძლება 300, ან შეიძლება 50-იც. გააჩნია როგორი თვე იქნება და გააჩნია იმასაც, რამდენად ჩართული ხარ მთლიანად აი ამ ფრილანს პლატფორმებზე, ძებნა და ასე შემდეგ რა. თუმცა, როგორც კი შენი გამოცდილება მატულობს და როგორც კი შენ უკვე მთლიანად აი მართლა თხემით ტერფამდე ერთვები აი ფრილანს ბაზრის კვლევაში, ძიებაში, გაგზავნებში, ჩხრეკვაში, მოძიებაში, ან ყველაფერში, როდესაც უკვე ჩართული ხარ, აი მანდ უკვე შეიძლება რომ გარკვეულ წარმატებას მივაღწიოთ და ფინანსური სტაბილურობა მოვიპოვოთ რა და ეს ფინანსური სტაბილურობა რამდენია, ხო? ყოფილა შემთხვევები, მაგალითად მე პირადად მქონია $500 თვეში, ყოფილა შემთხვევები მქონია $3000 თვეში, ყოფილა შემთხვევები მქონია $2500 და $2000 თვეში. გააჩნია რას ვაკეთებდი იმ მომენტში და გააჩნია ასევე იმ დატვირთვას, რომელიც დატვირთვაც მქონდა თითოეულ პროექტზე მუშაობის დროს. ეს ყველაფერი არის ძალიან პირობითი. ვერავინ ვერ გეტყვით ფრილანსში აი კონკრეტულ თანხას, რომ აგერძმაო, შენ შეგიძლია $10000 გამოიმუშაო თვეში და იქნები ძალიან მაგრად. ამას ვერავინ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ფრილანსი არის გარკვეულწილად პროექტზე დაფუძნებული ინდუსტრია, ხო? გარკვეულწილად კი არა ეგრეა, პროექტიდან პროექტამდე მუშაობთ. შესაბამისად, ერთი პროექტი რამდენს მოგიტანს არ ვიცით და მეორე პროექტი რამდენს მოგიტანთ არ ვიცით. თუმცა ერთი რამ, რაც შემიძლია გითხრათ და დანამდვილებით შემიძლია რომ ამაზე ვილაპარაკო, არის ის, რომ თუ თქვენ მთელი გულით, სულით და ანუ ყველაფრით ჩაერთვებით ამ ამბავში და თქვენ დაიწყებთ იმ საქმის კეთებას, რომელიც ძალიან გიყვართ ან ძალიან კარგად გამოგდით რა, მიაღწევთ ფინანსურ სტაბილურობას. ანუ გექნებათ იმდენი შემოსავალი, რამდენიც დარწმუნებული ვარ, რომ დაგაკმაყოფილებთ. ამას ვამბობ პირადი გამოცდილებით და არა მხოლოდ ჩემი გამოცდილებით, არამედ იმ უამრავის ჩემი სტუდენტის გამოცდილებით, რომლებიც ამ სფეროში უკვე მოღვაწეობენ. ანუ შეიძლება გქონდეთ თვეში $500, მაგრამ სტაბილურად გქონდეთ. ეგეც ხო სტაბილურობაა რა. იმიტომ რომ $500 და $1000 ერთი შეხედვით შეიძლება ვიღაცისთვის არაფერი არ იყოს, მაგრამ რავი, 2500 და 3000 ლარამდეა, ხო? აგერ ახლა ჩემმა სტუდენტმა მომწერა მაგალითად ახალი კონტრაქტი გახსნა და $1500 თავაზობენ თვეში. და $1500 არის 4000 ლარზე მეტი და ძალიან მაგარია. არ არის მაგარი? ამიტომ გააჩნია ასევე პროფესიასაც რა. შენ თუ ხარ დამწყები დიზაინერი, სიტყვაზე ჯუნიორი და აკეთებ ძალიან მარტივ დავალებებს, ვერ გექნება ისეთი შემოსავალი, როგორც სენიორ დიზაინერს აქვს და როგორც ძალიან მაგარ და გამოცდილ ფრილანსერს აქვს. ხოლმე თანხმებით რა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრი რამ გავითვალისწინოთ. გავითვალისწინოთ შენი გამოცდილება, გავითვალისწინოთ ინდუსტრია, ასევე ბაზარი, გავითვალისწინოთ წელიწადის დრო. ბევრი რამ მოქმედებს რა. შეიძლება ზაფხულში ნაკლები გქონდეს, იმიტომ რომ კომპანიები ისვენებენ და სექტემბრიდან ძალიან ბევრი, ხო? ამაზეც არის დამოკიდებული, იმიტომ რომ იცის ბაზარმა ჩაწოლა. თუმცა ამ ვიდეოს რის გამოც წერ და რისი თქმაც მინდა ამ ვიდეოთი არის ზუსტად ერთი რამ რა, რომ ნებისმიერ ფრილანსერს შეუძლია იმდენი თანხის გამომუშავება, რამდენიც სურს და რამდენიც უნდა. ამას ვამბობ აი გულზე ხელის დადებით რა, იმიტომ რომ შენ არ ხარ დამოკიდებული ერთ დამსაქმებელზე. აი აქ კომპანიაში საოფისე საქმიანობას თუ ეწევი კორპორატიულ სივრცეში თუ ხარ და სიტყვაზე ერთგან მუშაობ დილის 9-დან საღამოს 6-მდე, იცი რომ იქ ხელფასი გარკვეულწილად გაქვს მოჭრილი და შიგადაშიგ შეიძლება მოგიმატონ რა, მაგრამ ფრილანსში როდესაც ვართ ჩართულები, აქ ყველაფერი სხვანაირადაა რა. შეიძლება გქონდეს ყავდეს უბრალოდ 3 კლიენტი, შეიძლება 4 კლიენტი, შეიძლება ერთთან 5 საათი მუშაობდე კვირაში, შეიძლება ერთთან 2, შეიძლება ერთთან 3 და ამით საბოლოოდ კრავდე ისეთ შემოსავალს, რომელიც ძალიან კომფორტულია და ძალიან
შვენიერია და აი ძალიან მაგარია რა. ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად, რომ როდესაც პროფესიის არჩევაზე მიდგება საქმე და ამ პროფესიასთან დაკავშირებით მე მიდევს ვიდეო ჩემს YouTube არხზე გადადით და ამის წინა ვიდეო იქნება და უყურეთ პროფესიის არჩევაზე როცა მიხვალთ, არჩიეთ ისეთი საქმეც, რომელიც საბოლოოდ უფრო მეტ შემოსავალს მოგიტანთ რა. მარტივად რო ვთქვათ, web developers უფრო დიდი შემოსავალი შეიძლება ჰქონდეს დღეს, ვიდრე მაგალითად დიზაინერს. სიტყვაზე ვამბობ, ეხა ეს შეიძლება პირიქითაც იყოს რა. ანუ არსებობს საქმეები, რომელიც უფრო მეტად გადახდის უნარიანია, გადამხდელ უნარიანები არიან კლიენტები და ჩვენც ზუსტად მსგავსი საქმეები უნდა ავირჩიოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ბაზრის კვლევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და ამაზე ძალიან ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე რა. ბაზარი უნდა მოიკვლიოთ, უნდა მოიკვლიოთ ის კონკრეტული თანხები, რაც იხარჯება აი ამ პროფესიებში და მერე უკვე უფრო მეტად გაგიმარტივდებათ იმის აღქმა თუ რამდენი თანხის გამომუშავება შეგიძლიათ. მყავს მეგობრები, რომლებიც თვეში 1500-დან 2000 დოლარამდე გამოიმუშავებენ, მყავს სტუდენტები, რომლებიც თვეში 500-დან 2000 დოლარამდე გამოიმუშავებენ და ეს ყველაფერი მაძლევს იმის ხმის საფუძველს, რომ უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობებიც არსებობს. შეიძლება 3, 4 და 5-იც გამოიმუშაო, როცა წარმატებული ფრილანსერი გახდები, დამწყებობის ეტაპს გაცდები და მერე უკვე ისეთი შემოთავაზებები მოგივა, რომელზეც უარს ნამდვილად არ იტყვი რა. ამიტომ შეკითხვა თუ რამდენის გამომუშავება შეიძლება ფრილანსინგში არის ძალიან ზოგადი და საბოლოოდ მივდივართ იმ პასუხამდე და იმ დასკვნამდე, რომ შეგიძლია ულიმიტოდ გამომუშავება და შეგიძლია ძალიან ცოტა თანხის გამომუშავებაც. გააჩნია შენს დროს, რა დროს უთმობ ზოგადად ფრილანსინგს, რა რესურსდებ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, ზოგი მაგალითად სამსახურთან ერთად ცდილობს მეგობრებო განვითარებას ამ სფეროში და რაც რთულია და ამიტომ ისინი ვერ იმუშავებენ უდიდეს და რაღაც ძალიან მაგარ პროექტებზე და აიღებენ პატარ-პატარა პროექტებს და მათი შემოსავალი შეიძლება იყოს თვეში, რა ვიცი, 300-დან 500 დოლარამდე სიტყვაზე, ხო? მაგრამ შეიძლება ვიღაცა წამოვიდეს სამსახურიდან, მთელი რესურსი და დრო ჩადოს აი ამ ამბავში, რომ მინდა რომ მივაღწიო ძალიან მაგარ შედეგს და გავხდე ტოპ ფრილანსერი და იმასთან მიმართებაში უკვე ყველაფერი სხვანაირადაა. იმას უფრო მეტი გასახანი და შესაძლებლობა აქვს დროის კუთხით და რესურსის კუთხით, ხო, რომ ჩავდოთ და მე უკან დავიბრუნოთ. ამიტომ იშრომეთ, გულწრფელად ვამბობ, აი იშრომეთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ და დაისახეთ მიზანი, რამდენიც გსურთ, მაგალითად მინდა რომ თვეში 5K მქონდეს, 5000 დოლარი მქონდეს, რა ვიცი, 3 თვეში, 6 თვეში ან 9 თვეში და მიხვალთ მაგამდე, დამიჯერეთ და მეორე მხრივ იშრომეთ სწორად რა, არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი აკეთოთ, არ აუცილებელი რომ დღე და ღამე იმუშაოთ და დღე და ღამე ეძებოთ, აუცილებელი არის რომ სწორად სწორი მიმართულებით აკეთოთ ეს ყველაფერი და მგონია რომ წარმატების მიღწევა არ გაგიჭირდებათ რა. ამ ყველაფერზე მალაპარაკებს საკუთარი გამოცდილება, ანუ ჩემ ტყავზე მაქვს ეს გამოცდილი და ჩემი სტუდენტების გამოცდილებასაც გიყვებით, რომლებიც ასე ვთქვათ, ჩემთან ძალიან დიდ დროს ატარებენ და ბარემ ახაც გეტყვით და ახაც გაგიზიარებთ, რომ მე მაქვს შეიძლება ბევრმა არ იცოდეთ, შეიძლება იცოდეთ, მე მაქვს ერთთვიანი პროგრამა, რომელსაც ქვია გზა ფრილანსერობამდე და ამ პროგრამის ფარგლებში ვეხმარები დამწყებ ფრილანსერებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ეს პროგრამა 8 ჯგუფურ შეხვედრას მოიცავს, ინდივიდუალური შეხვედრების შესაძლებლობა გვაქვს, მხარდაჭერა, უკავშირი დავალებები და რაც ყველაზე მთავარია, ერთთვიანი მენტორობა გაქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი თვე ვიქნებით თქვენს გვერდზე და ყველა ნაბიჯს ისე გადავდგამთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ამასთან თუ ვინმე Upwork-ის კურსით ხართ დაინტერესებული, ქვემოთ არის ლინკი, ციფრული კურსია, 2 საათიანი ვიდეოები დაგხვდებათ იქ, შეიძინეთ, გადადით, დაათვალიერეთ, უყურეთ, მოისმინეთ და საბოლოოდ წარმატებას მიაღწევთ. ეგ არის, მე მგონი დღეისთვის სულ ეს იყო, ამის თქმა მინდოდა, თუ ვინმეს გააქვთ კიდევ ის განცდა თუ ფიქრები თუ რამდენი თანხის გამომუშავება შეიძლება ფრილანსში, დამიჯერეთ, რომ შეიძლება ძალიან დიდი თანხის გამომუშავებაც, ამის მაგალითები არსებობს ფრილანს პლატფორმებზე, რომლებიც საჯაროა. შევბრძანდით და ათვალიერეთ წარმატებული ფრილანსერები და ხალხს 500,000-დან მილიონამდე და 100,000-დან 300,000-მდე გამომუშავებული თანხა აქვს. ამიტომ თქვენ რით ხართ ნაკლები და ეს მინდა რომ გაითვალისწინოთ რა. თუ ვიღაცამ შეძლო X-მა და Y-მა შენც უნდა შეძლო ყველა ვარიანტში. უბრალოდ ეგ არის რომ ამისთვის არის საჭირო ძალიან დიდი შრომა და დიდი რესურსის ჩადება სითხოს რა, თუმცა შედეგი რაც გვაქვს მე საბოლოოდ არის კამფეტი, ანუ იდეალური. კაი, მადლობა ძალიან დიდი მეგობრებო, არ დაგავიწყეთ ჩემი არხის გამოწერა, დაალაიქეთ ეს ვიდეოც, დამიკომენტარეთ, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, რამდენი გამოგიმუშავებიათ ან რამდენი არის თქვენი გეგმა საბოლოოდ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.
და ვიდისკუსიოთ, ვილაპარაკოთ და ამ არხსაც მივცეთ უფრო მეტი გასაქანი თქვენი ჩართულობით. ძალიან დიდი მადლობა და შევხვდებით მალე ახალი ვიდეოთი. აბა დროებით.